ახორციელებს და ახორციელებდა 2024 წლის არჩევნების ობსერვაციას. იყო ძალიან მწვავე, კრიტიკული, ძიმე დასკვნა. ეს იყო შეფასება როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური, თუმცა ჩვენ როდესაც საუბრობთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ან რეზოლუციებზე, ცხადია ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც გამოხატავს იმ ძიმე რეალობას, რომელშიც იმყოფება ჩვენი ქვეყანა. დემოკრატიული უკუსვაზე აღარ არის უკვე საუბარი, საუბარი არის რეპრესიასა და ტერორზე, რომელიც მოუწყო ქვეყანას ბიძინა ივანიშვილს. თუმცა იგივე უშუალოდ 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების გარდა ხაზგასმული ასევე რომ მედიის შეზღუდვა ხდება საქართველოში და ასევე პოლიტიკური ოპონენტების ზუსტად მაგას გულისხმობ. ანუ რეზოლუცია შეეხება იმ რეპრესიასა და ტერორს, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ ჯგუფებს, არამედ მედიას, საზოგადოებრივ ჯგუფებს, აქტივისტებს ეხება, ასოებით პოლიტიკური პატიმარი, CBC-ის პატიმარი, პრეზიდენტი, ექიმი, სტუდენტი, მწერალი, პოეტი, ყველა ციხეში. ეს არ არის ნორმალური და ცხადია ამ არანორმალურ ქაოსს, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში, პასუხს გასცემს პოლიტიკურად ეუთოს რეზოლუცია. და უშუალოდ როგორ გასვათ ჯოულსონთან დაკავშირებულ განცხადებას ქართული ექსპერტების წარმომადგენლები მუდმივად ამბობენ, რომ ეს ადამიანი ამერიკელი კონგრესმენი მუდმივად ის არის ავტორი ეს საქართველოში შექმნის განსაკუთრების რეზოლუციების და ადანაშაულებენ სუბიექტურობაში. თქვენ როგორ პასუხობთ? ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აკრიტიკებს ქართულ ოცნებას. არ არსებობს ავტორიტარული ქვეყანა, რომელიც ფარს არ უჭერს ბიძინა ივანიშვილს, ან არ აქებს და როცა მტერი გაქებს და მეგობრები გაკრიტიკებენ იმის გამო, რომ გზიდან გადაუხვი, ამას სჭირდება სწორი ნაბიჯების გადადგმა. და არ დგავს სწორ ნაბიჯებს ქართული ოცნება, რასაც აკეთებს არის ის, რომ სიცრუით, დეზინფორმაციით, პროპაგანდით ცდილობს ჩვენი მეგობრების გაშალებას. და რა თქმა უნდა, ეს არა მხოლოდ დააზიანებს ჩვენ სახელმწიფოს, არამედ დააზიანებს გრძელვადიანად და ამაზე ცხადია პასუხისმგებელია ქართული ოცნება. ბატონობაში გულში ნამტომებულმა ისაუბრეთ, რომ იქნება დამოუკიდებელი. ნამტომებულმა ისაუბრეთ. ვერ გამოვიდა. იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება რეფორმებზე პარტიის შიგნით. ამ ხელმძღვანელი იქნება მიხეილ სააკაშვილი. ეს რომ გამოვიდა, მე ადრეც მქონს და ახლაც გავიმეორებ, რომ არ არსებობს სხვადასხვა ჯგუფები ნაციონალურ მოძრაობაში, არის მიხეილ სააკაშვილის გუნდი, ის არის ჩვენი ლიდერის გარშემო იქნება ინფრასტრუქტურა, გარდაქმნაზე რომელზეც საუბრობთ, ნიშნავს იმას, რომ სწორედ ეს ინფრასტრუქტურა უნდა გახდეს ეფექტიანი, ცხადია ლიდერი უნდა ხელმძღვანელობს ამ პროცესს და ამას გულისხმობს სწორედ ნამტომებულმა. Nel caso di quello che sarà vero sta in tal candidatura da una che sta uscendo da una competenza a gaccio. Poi che cosa ora sta facendo? შეკითხვა დაასუსტეთ ან გამიმეორე. ის არაფერ, ანუ თქვა რომ კანდიდატურას მოწამოყენ, რადგან ამის კომპეტენცია არ გამოჩნდა. თქვენ ამას ვფიქრობთ რომ ნახეთ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში იქნება გარდამტეხი პროცესი, დემოკრატიული ტესტი ჩააბაროს ყველა, როგორც თავმჯდომარის თანამდებობაზე, ისე პოლიტიკური საბჭოს წევრობაზე საჭიროა კონკრეტული სტანდარტი. ამ სტანდარტს უნდა პასუხობდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიისურვებს კონკრეტული პოზიციის დაკავებას და ის იქნება ანგარიშვალდებული ჩვენს წევრებთან, გულშემატკივრებთან, ხარდამჭერებთან, ამომრჩეველებთან. მე როგორც ხვდები ნანუკა ჟორჟოლიანი საუბრობს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის როლი ამ პარტიაში არის გამოკვეთილი, მისი ჩართულობა როგორც ლიდერი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. თუ გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, მხოლოდ განვიხარდება და თუ ის არ მიიღებს მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ჩვენ მის როლს ძალიან დიდ პატივს ვცემთ და გავაგზავნებთ მასთან ერთად მუშაობას პარტიის გასაზრდელად. ლიდერის სტანდარტს აღარ როდესაც საუბრობთ ჩვენ დემოკრატიულ პროცესზე, ამ პროცესზე, სადაც ყველა უნდა ჩააბაროს დემოკრატიულობის ტესტი, ცხადია თავადიღებენ გადაწყვეტილებას შევიდნენ თუ არა იმ სპირალში, რომელიც გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას
ჩვენს წევრებთან, მხარდამჭერებთან, ამომრჩეველებთან, ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ, თავად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არც ერთი თანამდებობის ამ პარტიაში არ იბრძვიან, მეც მათ ნაწილს წარმოვადგენ, ჩემთვის მნიშვნელოვანია და ჩემი მეგობრებისთვის რუსული კრიმინალური კორუფციული რეჟიმისგან ქვეყნის გახსნა. აი, ჩვენობაზე ჩვენ ვთქვათ, დაგუბრუნების განხილვა და რა მოიქნება? არის ტექნიკური შეხვედრები, არის მსჯელობა ფორმაზე და იმ გაიდლაინზე, რომელიც მიხედვითაც მოხდება დემოკრატიული პროცესის ჩატარება გამჭირვალედ სამართლიანად, სადაც ნებისმიერ კანდიდატს, თუ ასეთი იარსებებს, ექნება შესაძლებლობა კონკურენციაში იყოს სხვა კანდიდატი. და აი, ამ კიდევ იქნება თქვენი აზრი როგორია? ძალიან კარგი აზრის ვარ განკოჭებული. ანუ ხარს დაუჭერს მე მხარს ვჭერ ამ პარტიაში მიხეილ სააკაშვილს და იმიტომ ვარ ამ პარტიაში და მის ინიციატივებს არ მხოლოდ პარტიებსემ, არამედ ჩართული ვარ მათ შორის ტექნიკურ სამუშაოებში, რომ მის ინიციატივები რეალიზდეს პოლიტიკურ ასპარეზზე. ანაკლის სპორტი ლენდ-ლონდის მეთოდით აშენდება, ანუ სახელმწიფო მთავარი ტიპი უფლებების მოსაძებნით და მონაწილეობის მიღების შუადერების პროგრამის საპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობაში. ეს განაპირობა რას ნიშნავს? პირველი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ლაზიკის მეგაპროექტი ივანიშვილმა ჩაშალა, ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გაანადგურა, შემდეგ ვითხრა, რომ ჩინელებს შემოიყვანდა შავ ზღვაში, თუმცა ჩვენ არ გვინახავთ ჩინური ინვესტიცია ანაკლიაში, ახლა ახალ პროექტზე გვესაუბრებიან, ეს არის რეალურად ტყუილი და ფარისეულობა პოლიტიკის დონეზე, ვინაიდან არ არსებობს დაპირება, რომელიც ქართველი ხალხის კეთილ დღეობას ეხებოდა და შეუსრულა ბიძინა ივანიშვილმა, ან შეასრულა ქართულმა ოცნებამ. ესეც მორიგი ტყუილია, ესეც მორიგი ფარსია. თუ ჩვენ ვცდებით, შეგიძლიათ გადაახვიოთ და ნახოთ მათი განცხადებები ანაკლის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით. ბატონო, ეს თუ ახალი ინფორმაცია ამიტომ თავაზუსტად უშუალოდ ეს ლენდ-ლონდის მოდელი, ხო, რაც განაცხადა ეს პრიუშულა. აი, მოდელი საქართველოს მისცემ შესაძლებლობას ანაკლის პორტი განავითაროს არა ერთ როგორც თქვენდა იყო დაგებული, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით და უშუალოდ აი ამ მოდელზე ეს თქვენ პროცესზე წერალებს. არა, ეს არ არის პოზიცია, ეს არის სინამდვილე. ნახეთ მარიამ ფრიუშვილის განცხადებას, რომელიც ეხებოდა ჩინურ ინვესტიციას ანაკლიაში. სად არის ამ განცხადების კონკრეტული შედეგები? აი, ერთი წუთით კონკრეტული შედეგები სად არის? ანუ სად არის ჩინური ინვესტიცია? არ არის ჩინური ინვესტიცია. ეხლა გვესაუბრებიან ახალ ფორმატზე. ეს არის ტყუილი და ფარისეულობა და მეცაც გეტყვით, სწორედ მარიამ ფრიუშვილია პასუხისმგებელი ჩვენს ტრანსპორტზე და ლოგისტიკაზე და მის გამართვაზე, თუმცა სარკინიგზო ხაზი, როგორც საავტომობილო გზა, არ არის დაწყებული ანაკლიასთან და ანაკლია რომც გაიხსნას ტვირთი როგორ გადაიზიდება სხვადასხვა ქვეყანაში, როცა გზა არ არსებობს. ვის ატყუებენ, ან სადამდე უნდა გააგრძელონ ეს ტყუილები და თუ მე ვცდები, აბა მითხრან, სად არის საავტომობილო გზა, სად არის სარკინიგზო გზა, ანუ როდის აშენდება. რომც გაიხსნას ხვალ ფიზიკურად ტვირთი ვერ იმოძრავებს, იმიტომ რომ გზა არ არსებობს და რკინი გზა არ არსებობს და ჭოკით ხო არ გადაარდებენ ამ კიდევ ერთხელ გავუმეორებ, ვასწრე არ გაკეთდა კი არა, ქვეყანა თქვენ დაკარგეთ შესაძლებლობა. მაღალი ფასების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ჩვენთან მაღალი ტონაჟობის გემები არ შემოდის. შემოდის 8-10-12,000 ტონიანი გემები შემოდის. როცა რომ აშენებულიყო ანაკლის ლაზიკის პროექტი, განხორციელებულიყო, შემოვიდა და 50,000 ტონიანი გემები და გაიაფთებოდა პროდუქცია და ამას ივანიშვილი იმიტომ არ აკეთებს, რომ ყველგან თავისი კორუფციული წილი აქვს და არ აინტერესებს ხალხის კეთილდღეობა, არ აინტერესებს საქართველოს სატრანზიტო როლი და სატრანზიტო ფუნქცია, რომ აინტერესებდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც 2023 წელს უნდა დაესრულებინათ. და ახლა გვეუბნებიან 32 წელს დაასრულებენ. დაასრულებდნენ 2020 წელს, როგორც კვირიკაშვილი ამბობდა. ხო და სანამდე უნდა გაგრძელოს ეს ტყუილები. აი ტყუილი და ფარისეულობა, მეტი არ არის. რა იმედი ჩვენი სურვილია, რომ ანაკლის ღრმაწყლოვანი პროექტი
ღრმაწლოვანი პორტის პროექტი განხორციელდეს დროულად, ჭკარა ჩვენი მეგობრების, პარტნიორების დახმარებით, რომ საქართველოს შეაერთოს როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ინტერესი საქართველოში, რომ საქართველოს ჰაბი გახდეს. ეს არის ჩვენი ინტერესი, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ამოცანა, არა მხოლოდ პარტიული, ეროვნული ამოცანა ეს და ამ ეროვნულ ამოცანას ვინც არ ასრულებს არის ბიძინა ივანიშვილი. და შემიძლია მოგიყვეთ კონკრეტული განცხადებები, დაპირებები, რომელიც ეხებოდა ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობას და არათუ არ განხორციელდა ტყუილი და ფარისეულობის გარდა არაფერი არ მოგვისმენია მათი მხრიდან. სპეციალისტები გაჟღერდა ასევე საპატრიარქოსი და ევროპარლამენტარების მათ შორის იუნიონის შეფეთრის დღესაც აღსანიშნავია რომ ეს არის ევროკომისარი თანამდებობის საკითხებში. ამ ფაქტების განხორციელებით ერთ პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ, მე ხვდები თქვენს შეკითხვას და პირდაპირ გავცემ პასუხს. პირველი ნაციონალური მოძრაობა ერისქესიათა ქორწინებას ფარს არ უჭერს. კიდევ ერთხელ გავიმეორე. ნაციონალური მოძრაობა არის ქრისტიანული კონსერვატიული პოლიტიკური ძალა და მხარს აუჭერს ერთსქესიანთა ქორწინებას. რაც შეეხება კონკრეტულ პირებს დასავლეთში, რომლებსაც აქვთ მხარდაჭერა თავიანთ ქვეყანაში, ეს სხვა რეალობაა. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ დღეს, ახლა და აქ არანაირი პრობლემა ამ თვალსაზრისით არ არის. ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია და მხარს უჭერთ კონსერვატიულ ნარატივს ეროვნულ დონეზე. ასევე ნახეთ, რომ ევროპარლამენტმა ქართული ეკლესია მოიხსენია როგორც რუსული ქსენის ნაწილი. თუ ეთნოგრაფიაში და ეს ქართული ეკლესია არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება, აღსარებლობის თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩვენი კონსტიტუციური ჩანაწერიც გვაქვს კონკორდატი ჩვენს ეკლესიასთან, ეს არის ჩვენთვის ეროვნული იდენტობის მატარებელი და ჩვენს იდენტობას ჩვენ ყოველთვის დავუცავთ და ვინც რა თქმა უნდა არასწორად შეეხება, ჩვენი პასუხი იქნება საკმაოდ მკაცრი. იქნება მოგვიჩავეს წუთი წუთზე ეცნობება თავმჯდომარეობის ვადა, როდის იქნება ყრილობა და რა პროცესები მივიდნენ სახელმწიფო პარტიაში მიმდინარეობს ტექნიკური მსჯელობები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს ყრილობა, მათ შორის კონკრეტული გაიდლაინის მომზადებაც მიმდინარეობს იმისთვის, რომ ეს დემოკრატიული პროცესი, ეს დემოკრატიული ტესტი პარტიამ კეთილსინდისიერად ჩააბაროს და ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა სამართლიან გამჭვირვალე გარემოში შემოიტანოს თავისი კანდიდატურა და ჰქონდეს შესაძლებლობა ისაუბროს პარტიაში დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით. და ანდრია ჭავჭავაძის მიერ ნაწილზე ვიკითხავ, თამაშა 2019 წელს კონფერენციაზე მიხაილ როდს ვიკითხეო, იქნება თუ არა მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ პრაიმდები და ასე შემდეგ განხორციელდეს, მან გითხრა ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები, ეს არის ამაში, როდესაც გესაუბრებოდით, რომ საქართველოს ქრისტიანული ქვეყანაა და ესე ვთქვათ, აგიტაციის გარეშე ვისაც უნდა ისე იცხოვროს, რომ ამის აგიტირება არ მოხდესო და ისი პასუხი იყო, რომ ფუნდამენტური ღირებულებები ეს არის, აი ამ ნაწილს როგორ შეაფასებთ? ძალადობა ჩვენთვის არის მიუხედავი. ძალადობა ჩვენთვის არის მიუხედავი. თანასწორობა ეს არის კონსტიტუციური პრინციპი, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას. პირველ რიგში ხელისუფლება უნდა უზრუნველყოს გარანტიები თანასწორობასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, რომ საქართველოს კი არის ქრისტიანული მართლმადიდებლური ქვეყანა, ჩვენი თავისუფლება დამოუკიდებლობა დგას სწორედ ამ ფუნდამენტზე, ეს არის ჩვენი იდენტობა და ჩვენი იდენტობას დავუცავთ. და მათ შორის ევროპული მომავალი არ ნიშნავს ეროვნული იდენტობის დათმობას. დასავლური მომავალი არ ნიშნავს ეროვნული იდენტობის დათმობას. ჩვენ ეს დავამტკიცეთ 9 წლის განმავლობაში და მომავალშიც ვაპირებთ ევროპულ გზაზე საქართველოს დაყენებას და არ შეექმნება საფრთხე ჩვენს იდენტობას და ტრადიციას. და ეს იმდროინდელი დიპლომატიის მხრიდან ეს სწორი განცხადება იყო. აი თქვენ რასაც ხას უსვამთ. ჩვენთვის ჩვენი ეროვნული ინტერესები არის ცალსახად მნიშვნელოვანი პოლიტიკურ პირებს, ლიდერებს ევროპაში აქვს თავიანთი ლეგიტიმაცია
თავიანთ ქვეყანაში, მათ აქვს თავიანთი შეხედულებები, ღირებულებები, ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეროვნულ იდენტობას, ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს იმეს მხრიდან ზიანს მივაყენებთ. ასევე დიდმა ბრიტანეთმა საერთაშორისო მომხმარებლების პრევენციის მიზნით საზღვარგარეთიდან პოლიტიკური რეგულაციები საზღვარგარეთიდან პოლიტიკური რეგულაციების რეგულაციები დამკვიდრა. ბრიტანეთმა. ხო. მსგავს შინაარსის კანონებს საქართველოში ბრიტანეთის საპრეზიდენტო და პრეზიდენტები თორში არის ბრიტანეთის ეს ნაბიჯი. აი ოქროს ზოდებთან დაკავშირებით ერთხელ შრომის და 3 საათში და კვიჟინაძე რო იცახდა ჩამოვლენ და გაათეთრებენ ფულს აი კანონი ბრიტანული სტანდარტი იყო ან ის ხო ბრიტანული სტანდარტი ნახატები რო შემოქონდა მრავალმილიონიანი იძინა ივანიშვილს და 2 საათში რომ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტმა ეგეც ბრიტანული სტანდარტი იყო ან საქართველოს რო რუსული სისხლიანი ფულის კრიპტოსამრეცხაოდ იქცა თავად პროკურატურა რომ ამბობს რომ 624 მილიონი $, და 35 მილიონი ევროს რუსული რუბლი თეთრდებოდა ეს არის 60 ტონა მაკულატურა ქვეყანაში აი რა ბრიტანულ სტანდარტებს ვაკრიტიკებთ როდესაც გახურეტილები ვართ ყველა მხრიდან და ფულის გათეთრების და თაღლითობის ცენტრად აქცია ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა ეს ეხლა რასაც ვამბობ არის პროკურატურის პრეს-რელიზი ჩემი პოლიტიკური განცხადება კი არა ხო და თქვენ თუ საუბრობთ რომ ერთი წუთი თქვენ თუ საუბრობთ ბრიტანულ სტანდარტებზე ისე მინდა გითხრათ რომ ყველა გადაწყვეტილება 2024 წელს მათ შორის კანონი რომელიც შემოიტანეს მედიის სამოქალაქო საზოგადოების შესავიწროებლად უამბულოში ეწერა რომ იყო ბრიტანეთიდან გამოღებული სტანდარტი. ხო და პროცესს მათყუ არ ახარ, როდესაც ქართულ ხალხს არცეთ დაპირებას არ უსრულებ. და ღირსებით ევროპისკენ კი არა უღირსობას აკანონებ, რეპრესიას და ტერორს ყოველდღიურად აფართოვებ. სტუდენტები ციხეში ხავს, პოეტი ციხეში ხავს, მწერალი, ექიმი და გამოცხადებული ხავს ქტიტორად, ხარება და მოძალადეთ პაატა ბურჭულაძე. ეს ნორმალურია? ხო და რა ბრიტანულ სტანდარტებზე ვლაპარაკობ? საცხოვრობთ ჩემზე უკეთ თქვენს. მაგრამ ზოგადად ისეც დაუშვებელია ჩვენთვის საქართველოს შეიძლება რომ მაღალი სტანდარტი იყოს ბრიტანული სამართალი. აი ბრიტანული სამართალი, აქ მეგონი იმედი ჟურნალისტებიც არიან. ბრიტანული სამართალი ძალიან მოსწონდა ირაკლი რუხაძეს. და თქვენ ბრიტანული სტანდარტები არ მოწონთ? ჩვენ რა მოწონს სამართალი გითხებით. ბრიტანეთი რომ ამკაცრებს. თავად გამჭვირვალობ ჩვენთან რაც კეთილი, მაგას მიპასუხებთ. კეთილი. ნახეთ. ამას აკმაყოფილებ კრიტიკა. ნახეთ ბრიტანული სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული კანონმდებლობა არის მოგერიება იმ საფრთხის, რომელიც მტრული სახელმწიფოებიდან მომდინარეობს. თქვენ თუ იცახეთ, რომ საქართველოს ტერი არის ევროკავშირის ქვეყნა, ამერიკის შეერთებული შტატები. მაშინ როგორ უნდა გააგრძელოს საქართველოს წინსვლა ევროპულ გზაზე? აი მითხარ, როცა რუსული ფულის კრიპტოსამრეცხაოდ იქცა ჩვენი ქვეყანა, რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი, ოკუპანტი 20% აქვს ოკუპირებული და საქართველოში არ დარჩა დარგი ეკონომიკის მიმართულება, რომელიც რუსეთზე არ გახდა დამოკიდებული და რა ბრიტანულ სტანდარტებს ვაკრიტიკებთ იმ რეალობაში და სინამდვილეში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. აი უბრალოდ სასოციო